საქართველოს ძიუდოს ნაკრები თბილისში გასამართი გრან-პრისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს დუშეთში გადის. დღეს გამართულ ღია ვარჯიშს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც დაესწრო. 22 მარტს თბილისში მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენი იასპარეზებს. ჩემპიონები 7 წონის კატეგორიაში გამონინდებიან. ქართველი ძიუდისტები თბილისის გრან-პრიზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვლენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ლიდერებიც სრულ მზადყოფნაში არიან და ჩვენი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა და აგრეთვე იმ ახალგაზრდებით და იმ სპორტსმენებით, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ ნაკრებში მოხვედრა. გამომდინარე იქიდან, რომ წარმომადგენლობითია ძალიან სხვა წლებთან შედარებით ეს ფაქტიურად უტოლდება ისეთ შეჯიბრებს, როგორიც არის დუსელდორფისა და პარიზის გრან-პრი და გრან-სლემი. შესაბამისად, ჩვენ ბიჭებს ბუნებრივია ვერ მოუთხოვთ იმას, რასაც აქამდე თქვათ იმ რაოდენობა სპორტსმენებს ითხოვდით, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გვექნება ოქროს მედლებიც, თუმცა კიდევ ამბობთ, აქცენტი მაინც გულშემატკივარმა უნდა გააკეთოს ზოგადად ჭიდაობის ხარისხზე. გუნდმა გაიარა 10 დღიანი ფიზიკური მომზადება ბაკურიანში. ეხლა გავდივართ ბოლო შეკრებას სელევიძე, საიდანაც გუნდი ფაქტიურად დავაკომპლექტდა გამოაცხადა მიზეზდარვა კაცი უცნაური მიიღოს მონაწილეობა. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.